რომის ახალი პაპი არჩეულია ის ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტია კონკლავს არჩევანის გასაკეთებლად და ლეონ მე-14-ის ასარჩევად დღენახევარი დასჭირდა რამდენიმე წუთის წინ სიქსტეს კაპელა საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 70 ქვეყნის 133-მა კარდინალმა შეთანხმების მიღწევა მოახერხა. ვინ გახდა კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი უახლოეს წუთებში წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე უნდა წარდგეს გადაწყვეტილების მიღებამდე ანუ ხმების მინიმუმ 2/3 მოგროვებამდე ჯამში კენჭისყრის 4 რაუნდი გაიმართა. ამ წუთებში წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხმრავლობა. ბოლო ცნობებით ახლა ქეთი ჩოხელი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქეთი უფრო კონკრეტულად ვინ არის კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი, რა ვიცით მასზე? დიახ, ვატიკანში ზეიმია და ახალი რომის პაპი ახლა უკვე წარდგა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე. კათოლიკური ეკლესიას ახალი წინამძღოლი ყავს ის კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტია. ის პირველი ამერიკელი პაპი გახდა. 79 წლის პრევოსტი ჩიკაგოში დაბადებულია. პაპობაში ის ლეონ მე-14 იქნება. 2015-2023 წლებში ის პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად ფრანცისკემ 2023 წელს აკურთხა. მიმდინარე წლის თებერვალში კი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა. ის რეფორმატორად მიიჩნევა. ვატიკანის პრესამსახურში აცხადებენ, რომ ახალი პაპის სწრაფი არჩევა ეკლესიის ერთიანობის ნიშანია. ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეები საზეიმო განწყობით არიან მას შემდეგ, რაც სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რამაც მსოფლიო სამცნო რომ კონკლავმა პონტიფიკოსი აირჩია, წმინდა პეტრეს მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით გაივსო, ყველა ინტერესით ელოდებოდა თუ რომელმა კარდინალმა მოიპოვა ხმების 2/3 და ვინ ჩაუდგება სათავეში კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც დაახლოებით 1,5 მილიარდი წევრი ყავს მთელ მსოფლიოში. კარდინალებმა ახალი რომის პაპი კენჭისყრის 4 რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცისკემ აკურთხა. რომის პაპის არჩევის პროცედურა უკიდურესად გასაიდუმლოებული და დაფარული იყო. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია, მათ არ ჰქონდათ ცდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე. ჩვენ მოვუსმენთ პაპის მიმართვას და ჩვენს მაყურებელს გავაგებინებთ ძირითად გზავნილებს მოამბის შემდეგ გამოშვებებში. მადლობა ქეთი, აი სწორედ ამ წუთებში ვადევნებთ თვალს, რომ კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანიდან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები კონკლავის გადაწყვეტილებას და რომის ახალი პაპის არჩევას ზეიმობენ. Allora vorrei pregare insieme a voi. Preghiamo insieme per questa nuova missione, però per tutta la Chiesa, per la pace